ოზურგეთის ტექნოპარკში პროექტის Creative Motions პირველი ნაწილი დასრულდა. ტრენინგები, რომელიც საერთო ჯამში 6 დღის მანძილზე გრძელდება, მიზნად ისახავს ადგილობრივ ახალგაზრდებს მიაწოდოს მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით ცოდნა, გამოცდილება და ხელი შეუწყოს მათი ინოვაციური აზროვნების განვითარებასა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას. ტრენინგის დღეების მანძილზე მონაწილეები ეცნობოდნენ უნივერსალური ციფრული ინსტრუმენტების დახმარებით სხვადასხვა თემატიკის ანიმაციური სიუჟეტების შექმნის შესაძლებლობებს. მათ ასევე აითვისეს სხვადასხვა საჭირო უნარი და ტექნიკები, რომელიც ონლაინ პლატფორმების გამოყენება სჭირდება. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ოზურგეთის ტექნოპარკში ICT განათლების პოპულარიზაციის მიზნით მიმდინარეობს პროექტი Creative Motion. ამ პროექტის პირველი ნაწილი დასრულდა დღეს დემო დღით. ამ პროექტის ფარგლებში 6 დღიანი ინტენსიური ტრენინგების განმავლობაში მონაწილეები სწავლობდნენ უნივერსალური ციფრული ინსტრუმენტების დახმარებით სხვადასხვა თემატიკის ანიმაციური სიუჟეტების შექმნას. ამ პროექტმა მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა გამოევლინათ საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი, განევითარებინათ კრიტიკული აზროვნება და ასევე შეძინა პრაქტიკული ცოდნა, რომელიც მათ შემდგომ დაეხმარება სხვადასხვა შემოქმედებითი თუ საქმიანი პროექტების წარმატებულ განხორციელებაში. ტექნოპარკთან ურთიერთობა ჩვენთვის არაერთხელ აღმოჩნდა წარმატების საწინდარი. ეს არის Creative Motion-ის პროექტი, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან და დღეს მოხდა პირველი ნაწილის დახურვა პრეზენტაციების წარდგენით. მონაწილე გუნდებმა შექმნეს ანიმაცია არა მხოლოდ AI ხელსაწყოების გამოყენებით, არამედ უძლიერესი ხელსაწყო გამოიყენეს Adobe Character-ი, რომელთან ურთიერთობასაც რა თქმა უნდა ისინი აპირებენ რომ გააგრძელონ და ამასთან დაკავშირებით უკვე შემდგომი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. რაც შეეხება ამ პროექტის მეორე ნაწილს, უკვე იწყება ხვალიდან და ეხება ვიდეო editing-ს, ვიდეო მონტაჟს, დრონის სპეციალისტი ყავს ჩართული, ლაივ კადრებზე მუშაობას და ვფიქრობ რომ არანაკლებ საინტერესო იქნება მონაწილეებისთვის და არანაკლებ წარმატებით დაიხურება მეორე ნაწილიც. მე ვარ ჯგუფი Neotech-ის წევრი და ჩვენ გავაკეთეთ პროექტი ატომიდან გალაქტიკამდე და როგორც მე დავაკვირდი, ხალხი რო იყო მოსული, ჩემი აზრით, ბევრს მოეწონა და ძალიან დიდი შრომა ჩავდევით ჩვენს ნამუშევარში და ერთ კვირაში ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ, დაწყებული ხელოვნური ინტელექტიდან დამთავრებული მონტაჟით და ფოტოშოპით და ბევრი რამე გავაკეთეთ ამ პროექტისთვის, რომ ხალხს მოწონებოდა და ჩემი აზრით ძალიან კარგით გამოგვივიდა. ჩემთვის მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ მთელი კვირა ვმუშაობდით, რომ გვესწავლა რა შეიძლებოდა მეტი ამ ტრენინგებზე და ჩემი აზრით მოვახერხეთ, რომ მაქსიმალური დაგვედო რაც შეგვეძლო ჩვენ. ჩვენ გვასწავლეს სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტების გამოყენება, გვასწავლეს ჩვენი პერსონაჟის შექმნა და მისი ალაპარაკება და სხვადასხვა რამ. და ძალიან საინტერესო იყო, ძალიან საინტერესო გამოცდილება არის ეს ჩემთვის. ეს დღეები იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. ჩვენი მასწავლებლების იაკოს დახმარებით შევძველიდან გავაკეთეთ პროექტი ქალაქის 300 წელს. ამისთვის ახლა ბევრი სიახლეები მივიღეთ, გამოცდილებაც, რა თქმა უნდა. ჩვენ პირველად მოხვდით ესეთ პროექტში და შესაბამისად შეძლებს დაგვარად, როდესაც გამოგვიჩნდება საშუალება, აუცილებლად მივიღებთ კიდევ მონაწილეობას. აქ ყოფნა ჩვენთვის ძალიან კარგი იყო, აი ხალხთან კონტაქტითაც ძალიან კარგი და ჩვენ მაგალითად მე და ნანუკამ არ ვიცოდით ძალიან ბევრი პროგრამები და ძალიან ბევრ რამეს გავეცანით და მაგალითად ეს თითოეული რაც ვისწავლეთ, შეგვიძლია სკოლაში ძალიან მშვენივრად პროექტების გასაკეთებლად გამოვიყენოთ და ამიტომ ძალიან კარგი, ვისაც უნდა ბევრი ცოდნის მიღება და რაღაცა ვურჩევთ, რომ აქ ტექნოპარკში მოვიდეს.